დაკავებული პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ბრალს პოლიციელზე თავდასხმას არ ეთანხმება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რატიანის მორიგის სხდომა გაიმართა. სხდომაზე პროკურატურის არც ერთი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, რადგან ისინი დაცვის მხარემ უდავოცნო. მოსამართლე გიორგი გალაშვილმა შემდეგი სხდომა 16 სექტემბერს ჩანიშნა, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვა-სიტყვის. რაც შეეხება თავად ბრალდებულ პოეტს, დღეს რატიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან ნამდვილად განახორციელა სიმბოლური აქცია, გააწნა სილა პოლიციელს და ამით სოლიდარობა გამოუცხადა ამაღლობელს. დანაშაულს არ ვაღიარებ, ვადასტურებს სილის გაწვნის ფაქტს, ეს გადაღებულიც არის და მე შევარჩიე სპეციალურად ისეთი ადგილი, რომელსაც სხვადასხვა რაკურსიდან კამერები დააფიქსირებდა. მტკიცებულებებში გადამეტებული არაფერი იყო, ყველაფერი ისედაც ხელის გულზეა. არაფერს ვითხოვ და არაფერს ველოდები. იურისტები მუშაობენ და აკეთებენ თავის საქმეს. პროევროპული აქციების მონაწილე პოეტი ზვიად რატიანი 23 ივნისის საღამოს პარლამენტთან დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რატიანს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.